მარადისობა ყოველდღიურად კარს გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ დადგება დრო ჩვენი მასთან შეხვედრის. პატრიარქის სიტყვები ჩაუწერია თავის დღიურში ხანდაზმულ მონაზონს, სანამ თავად დაადგებოდა მარადისობის გზას. ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოება მარადიულთან. სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მარადიულ ღირებულებათა სივრცეში იმ დღეს მომსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა. გარეთ კი შემაშფოთებელი ამბები ისმოდა. ვიღაცები ტრადიციული ფასეულობების და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ. თბილისში რუსთაველის პროსპექტზე და თითქმის მთელ საქართველოში დაძაბული ვითარება იდგა. საზოგადოება ღელავდა, ცდილობდა ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია, თითქოს აღარავის არაფრისთვის აღარ ეცალა. და სწორედ ამ დროს ზღვასავით ხალხი ყვავილებით, ცრემლებით, მოგონებებით და ნათელის სევდით შემოვიდა მონასტრის ეზოში. რა მოხდა? ამ არეულ დროში ამდენმა ადამიანმა როგორ მოიცალა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩამოსულმა და მოინდომა სამთავროს მონასტრის ერთი ღვაწლმოსილი მონაზვნისთვის პატივი მიეგო. დედა სიდონია. მას ყველა იცნობდა, ვინც ამ ეზოში, ტაძარში თუ ტაძართან არსებულ მუზეუმში შედიოდა. იქაურობის მემატიანეს უწოდებდნენ. დედა სიდონია იმ დღეებში თითქოს კრებითი სახე გახდა საქართველოში ჯერ კიდევ გადარჩენილი, ჩრდილში მდგომი, მოგრძალებული მსახურების, ვისი კეთილის რახვებიც, თანადგომა და ლოცვები ასე სჭირდება ჩვენს სამშობლოს. დედა სიდონია ყოველთვის ხას უსვამდა ხოლმე იმას, რომ იყო მცხეთელი, იმიტომ რომ განსაკუთრებით უყვარდა მცხეთა და მცხეთელები. და როდესაც მონოზვნად კურთხევის დროს დაარქვეს სიდონიას სახელი, ამბობდა, რომ სიდონიაც მცხეთელი იყო და ამიერიდან მეც სიდონია მცხეთელი დამიძახეთო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სამთავროს მონასტრის საეკლესიო მუზეუმში, სადაც დედა სიდონიას წლების განმავლობაში ჰქონდა აქ გიდის მორჩილება. განსაკუთრებით უყვარდა სამთავროს მონასტერი და საერთოდ ამ მორჩილებას, გიდის მორჩილებას დიდი სიყვარულით ასრულებდა. თითქმის ყველა ადამიანი, ვინც კი აქ მოდიოდა, დედა სიდონიას ყველა იცნობდა. განუმეორებელია თითოეული ექსპოზიცია, ესე იგი, ეს გამოხატავს ქართველთა მოქცევას ქრისტიანობაზე, წმინდა ნინოს დროს, ესე იგი, წმინდა ნინოს ღვაწლი და სხვადასხვა კომპოზიციებია მასზე ამოტვიფრული, აი ამ ქვებზე და ყველა აი ამ ორნამენტებით. აქედან არც ერთი არ არის ერთნაირი, სულ ყველა სხვადასხვა. განუმეორებელია, ბრწყინვალე ნიმუშია ქართული ხუროთმოძღვრების, ქართული ორნამენტების დიდება უფალს. დედა სიდონიას კელია. რამდენი ლოცვა აღოლენილა ამ კელიაში, მისი დღე ლოცვით იწყებოდა და ლოცვით სრულდებოდა. რამდენი ფიქრი. როდესაც მონასტრის საერთო ტიპიკონის აღსრულების მერე და თავისი მორჩილებისგან თავისუფალ წუთებს პოულობდა, თურმე სულ წერდა და წერდა. ამონაწერები წმინდა წერილიდან, წმინდანთა ცხოვრებიდან, სასულიერო, ფილოსოფიური თუ მხატვრული ლიტერატურიდან, ბიოგრაფიული ჩანაწერები, დღიურები.
ჩემი ბავშვობა ომის წლებს დაემთხვა. ხან პაპა, ხან ბებო ჩამოდიოდნენ სოფლიდან, ჩამოქონდათ ჩვენთვის პროდუქტი. თეთრ დუქნებამდე მოდიოდნენ ურმებით. მერე ჩვენ სახლამდე ფეხით, მოდიოდნენ დატვირთულნი, ხურჯინ გადაკიდებულნი. დედა მთელი ღამეები კერავდა. ხანდახან როცა პატრული დადიოდა ქუჩებში, მახსოვს როგორ ყვიროდნენ. ჩააქრეთ სინათლეო. დედა ლამპას ფარდებს ჩამოაფარებდა და ისევ კერავდა. სკოლაში რომ დავდიოდი, ერთ ფეხსაცმელი მქონდა თექის ძირზე და მისველდებოდა წვიმაში. ყველაფერს დედა გვიკერავდა, ტანზეც, ფეხზეც. დედა გვიკერავდა აბგასაც. ვისაც ეს ყველაფერი არ გამოუცდია, ვერც გაიგებს. დედა ხანდახან დილამდე ათევდა ღამეს ნავთის რიგში. ჩემს მერე დაიბადა ჩემი და ლილი. ცხოვრობდით ნახალოვკაში, ერთ ოთახში. სკოლა დავამთავრე 1955 წელს და ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე მცხეთის პირველ საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. მქონდა ფიზიკის საათებიც. აქ გავიცანით ჩემი მეუღლე ფიზიკოსი გურამ ხუხუნაიშვილი. ვიყავით ძალიან ბედნიერები, ყავდა 3 შვილი, ნუგზარი, კახაბერ, მაია. 2000 წელს გარდამეცვალა მეუღლე, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. დიდმა მწუხარებამ მომიცვა. დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდი. მაგრამ უფალმა და დედა ღვთისმშობელმა არ მიმატოვეს. ტაძარში მივედი. გავხდი სამთავროს ტაძრის მრევლი. უფალი მოგვიწოდებს. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავლეთ ჩემგან. რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს. ბარათებიდან მონასტრის იღუმენიას. ძვირფასო დედა ქეთევან, სამუდამოდ დასამახსოვრებელია ჩემთვის 2007 წლის 14 იანვარი. თქვენ შემომთავაზეთ მოსვლა მონასტერში. დიდება უფალს, საკვირველია მისი ზრახვანი. დედა ღვთისმშობელმა არ მიმატოვა ქვრივი და თქვენი კურთხევით მოვედი ამ დიდ ოჯახში. ახლა აქ არის ჩემი ოჯახი. მქონდა დიდი ოჯახი, თქვენ იცით. გავზარდე 2 ვაჟკაცი, 1 ქალიშვილი, 6 შვილიშვილი და რამდენი თაობა გამოვზარდე როგორც პედაგოგმა. მათ არა მარტო საგანს ვასწავლიდი, მათემატიკას, არამედ ადამიანობას, ზნეობას, წესრიგს. ვუღვივებდი პასუხისმგებლობის გრძნობას, სამშობლოს სიყვარულს. მადლობა უფალს, ახლა თქვენთან ვარ. თქვენი წყალობით დიდი მისია დამეკისრა ამ წმინდა ადგილას. კარგად მახსოვს, თქვენი გვარის კოპალიანების დალოცვა მოხდა ამ დღეს და იქ ჩვენმა უწმინდესმა ბრძანა თავის სიტყვაში. მარტო დედა ქეთევანი ეყოფოდა ამ გვარს, სხვა რომ არ ყოფილიყო საამაყოდ. ბრძენია ჩვენი პატრიარქი, ამით ყველაფერი ნათქვამია თქვენს ღვაწლზე. ჩემო ძვირფასო დედა ქეთევანი, 70 წლის თავი რომ მოგილოცეთ, განვაცხადე, რომ მონასტერში დედა ვიპოვე. ეს რეალური სიტყვებია, ეს ნამდვილია გულიდან წამოსული. მაპატიეთ ყველაფერი, რაც გეუდეს მე მიწყენინებია თქვენთვის ამ 16 წლის განმავლობაში. როგორც ვახერხებ, ვემსახურები და ეს ღმერთმა განსაჯოს მონასტერს და თქვენი იმედი მაქვს ყოველთვის, რომ ყველა გაჭირვებაში თუ სიხარულში გვერდში დამიდგებით და მომცეთ სათანადო მითითებას და რჩევებს. შემინდეთ და შემინდეთ. დამლოცეთ დედა ქეთევან და დიდხანს იცოცხლეთ, რომ მრავალ წელს დაგელოცოთ მონასტრები და მონასტრის წევრები და ერის ხალხი და გეღვაწოთ ჩვენი ეკლესიისა და ხალხის საკეთილდღეოდ. 90-იანი წლების დასაწყისში უწმინდესმა უნივერსიტეტმა მაკურთხა
მცხეთის პირველი საშუალო სკოლის კურთხევა. სკოლაში მისულს განსაკუთრებით ეკლესიური საუბრით გამოირჩეოდა მათემატიკის მასწავლებელი ნადეჟდა ხუნაიშვილი. გავიდა წლები და იგი წერის დროს მოვიდა ჩემთან და თხოვა მოცხოვრობა. მე რა თქმა უნდა დავეთანხმე მას. მან დამხნის განმავლობაში განიცადა სულიერი პერიცვალება. შეგვიძლია არ დარჩა მონასტრის წინამძღვარს დედა იოვანია კეთევანს. გავიდა ხანი და ნადეჟდა დაეთანხმა ჩვენს წინადადებას. იგი დარჩა მონასტერში. მან შეისწავლა საქართველოს ეკლესიის ისტორია და განსაკუთრებით მონასტრის ისტორია. იმდენიც რომ დედა კეთევანს აკურთხა მონასტრის კიდობა. მოსოვერა გაიხსნა ის უკვე ოფიციალურად გახდა ჩვენი მონასტრის ხიდი. ჩვენი დედა ნინო იღუმენია ამილახვარი, რომელსაც ჩვენი დედა კეთევანი მონასტრის მშვენებას უწოდებს. მართლაც რო იგი მონასტრის მშვენება არის. ეს იყო უაღრესად კეთილშობილი პიროვნება და რაში გონებენ მისი მოსწავლეები. ის იყო ჩვენი დედაო. ეს მისი ფოტო და დაჯილდოებული იყო, როგორც ხედავთ, ორი ჯვრის მფლობელი იყო, სხვადასხვა დროს, როგორც წარმატებული იღუმენია და მონასტრის მფარველი და გამგებელი და აი ამ კრებულში, რომელიც წარმოდგენილია მონასტრის კრებული, მას მკერდს უმშვენებს კიდევ ორი ორდენი. ყოველი ჩვენი საქმე ამავე დროს ლოცვა. თუ საქმეს გულისყურით ვაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ უფლისთვის ვიღწვით. ჩემი და ერთხელ წერილი გამომიგზავნა და იქ წერდა, შენ ჩემი და ხარ, მაგრამ ჩემი სულიერი დები მონასტერში არიან. მონასტერი ჩემთვის დიდი სახლია. ის იყო ჩემი ეტალონი დობის, ადამიანობის, ცოდნის. მე მას ბაძავდი. ყველაფერი მასწავლა, სიმღერა, ფანდურზე დაკვრაც კი. ყველა ინსტრუმენტზე უკრავდით ორივე დები, ერთად მღეროდი. ის მასწავლიდა როგორ უნდა მელოცა, როგორ უნდა ჩამებარებინა აღსარება, როგორ უნდა ვზიარებულიყავი გულწრფელად, მთელი არსებით. მე ყველაფერი მისგან ვისწავლე, იცით. ჩემმა დედამ თამარმა ასეთი თამაშიც გვასწავლა, რომ რომელიღაცას უნდა დაგვეწყო ლექსი და რომელიღაცას უნდა დაგვემთავრებინა. მაგრამ მე ყოველთვის იცით, აი ვახერხებდი იმას, რომ ლექსი მე დამეწყო. იმიტომ რომ მე ყველა ლექსის დამთავრება ნამდვილად არ ვიცოდი. ვიწყებდი ლექსს, მაგრამ აი ნებისმიერი ჩვენი ქართველი პოეტის, გინდაც უცხოენოვანი პოეტის, ფრანგული ენა იცოდა შესანიშნავად. მეც ვსწავლობდი ფრანგულ ენას, მაგრამ ისე კარგად არ ვიცოდი როგორც მან. აი ფრანგულადაც დამიწყია მე ლექსი, აი რაღაცა შესავალი, რაც გამეგო, მაგრამ ის ყოველთვის ნებისმიერ ენოვან ლექსს დაამთავრებდა. აი სკოლის სურათია და ნახეთ, აი უკიდეში დგას. ესეც ამის მოკრძალებაზე ლაპარაკობს. არასოდეს აი თუ განაპირეს ძალიან მორცხვად მორიდებით, მოკრძალებით დადგებოდა ცალკე და აი აქაც ასია, სულ ცალკე დგას, ნახეთ აი განაპირა. არაჩვეულებრივად სწავლობდა, იცით, ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. აქ მათი საყვარელი მასწავლებელია გამოსახული, კლარა მასწავლებელი, კლარა რამიშვილი გვარად. ძალიან უყვარდა ჩემი და ფრანგულს ასწავლიდა.
განსაკუთრებით მათემატიკა ეხერხებოდა და მე გახდა კიდევაც მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა და გახდა კიდევაც მათემატიკის მასწავლებელი. აი ეს მაშინ მამაჩემმა გააკეთა ეს კრუიზი აფხაზეთში, მოვიარეთ მაშინ რიწაც, ათონის მღვიმეც. 1976 წელს მთელი ოჯახი წავედით აფხაზეთში და მამაჩემს ახალი ნაყიდი ქონდა მანქანა და ჩაქვსხა ხა ამაღებოდა ეთყობა და წავედით თლიანად მოვიარეთ, დავათვალიერეთ რიწის თბაც, ათონის მღვიმეც, კიდე რაღაცეები და აქ წელს იყო კიდე მთელი კახეთი შემოვიარეთ, დავათვალიერეთ მთელი სალოცავები, ძეგლები, ეკლესიები, სულ ყველაფერი თუ რამე იყო სანახავი მოვიარეთ ერთად მაშინ. და ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი პერიოდი, როდესაც ფაქტურად ყველამ ერთად მოვიარეთ საქართველოს რაღაც კუთხეები. ესავართ მე და დედაჩემი, ახლა აქ 6 თვისა ვარ, როგორც სურათს აწერია, ახლა რა თქმა უნდა ეს არ მახსოვს, მაგრამ ესეა და სულ უნდა რომ ეთქვათ მისთვის რომ მე მას ვგევარ მე. ეს მართალია კარგად არ მახსოვს, მაგრამ ბაკურიანში ვარ ერთად გადაღებული ეს დავისვენე კურორტზე. ზოგადად მშობლების მორიდება გქონდა და ისე ცდილობდით რომ ნორმალურად მოუქცეულიყავით, რა თქმა უნდა. თუ სადმე ისეთი სიტუაცია იყო, ახლა მცხეთაში ყველა იცნობდა და ყველა გვეტყოდა თუ დავაშავებდით რაღაცას ან გადაუხვევდით, ყველა გვეტყოდა რომ აი ესეთი მშობლების შვილები გავუშვათ რაღაცას თუ დავაშავებდი, შენიშნავს მომცემდნენ რომ ასე არ უნდა მოქცეულიყავი და ყოველთვის მახსოვდა ეს. დღევანდელი დღისგან განსხვავებით ჩვენ დროს თოვლი მოდიოდა კარგად ჩვენ ახალგაზრდობაში და ეს არის პირველი თოვლი. მოვიდა პირველი თოვლი, ვართ გახარებული. აქ დგას ბებია ჩემი, დედა ჩემი და ჩვენი ბიძა გურიიდან, ომარი ხოხუნაიშვილი. ორივე პროფესიით რო იყვნენ პედაგოგები, სახშიც თითქმის პედაგოგები იყვნენ, ფაქტიურად სკოლაშიც მასწავლებელი დედაჩემი, და ჩემი კლასის დამრიგებელიც იყო და იქ ხო მასწავლებელი იყო და სახშიც მასწავლებელი იყო. ვერ გამოდიოდა ამიდან ხა. ჩემი აზრით ეს პედაგოგება ერთ-ერთი ისეთი პროფესია, რომელიც ხასიათში გადადის. და სულ მასწავლებელი იყო. იქაც და სახშიც და სკოლაშიც. ძალიან ლამაზი იყო ყოველთვის მოწესრიგებული, კოპწია, კოხტა, იმიტომ რომ პედაგოგისთვის მისთვის იყო მთავარი, რომ როგორც პედაგოგს ევლო სკოლაში შესაბამისად, ესთეტიურად, დედაჩემი და მამაჩემი, მთელი ცხოვრება უყურებდით, რომ ძალიან სცემდნენ ერთმანეთს პატივს, ძალიან უყვარდათ, ეს მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში, ეს ფოტო ახალდაქორწინებულებია რო არიან და ერთად არიან, სამოგზაურო წასულები. აქ ვართ ტიმოთეს უბანში, ბორჯომში, მამაჩემს და დედაჩემს ძალიან უყვარდათ ესეთი ადგილების მონახულება და ჩვენს გვატარებდნენ ხოლმე. პირველი წერილი, როდესაც პირადად ვერ შეძლო მოლოცვა და უკვე მონასტერში იყო, როგორც მორჩილმა ნადეჟდამ, გამომიგზავნა მოლოცვა წერილობითი სახით. შვილო მაიკო, გილოცა, ბედნიერი იყავი, ღირსეულად გაგეზარდოს შვილები, განსაცდელები მტკისედ გადაგეტანოს. დაითმინე, რა სიზამ ასეთია წუთი სოფელი. ვიცი რომ ყველა გიყვარს, ადამიანებში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მშობლები, ძმების და ყველა ახლობლის პატივისმცემელი იყავი მუდამ და მერეც ასე გააგრძელე. ჩემთვის ძვირფასო ადამიანო, გფარავდეს უფალი. თქვენთვის მუდამ ლოცველი მორჩილი ნადეჟდა. წმინდა ნინოს დედათა მონასტერი 2008 წელი. მონაზნის დღიურიდან. ულმობელ დროში მომიწია ცხოვრება, პირადი კეთილდღეობისთვის არასდროს მიზრუნვია. ოჯახ, სამსახურ, შევალიე ჩემი ენერგია, ჩემი ძალა, თვალის ჩინი. ულმობელ დროში ვიყავი. სამსახური რომ არ დამეკარგა, ტაძარში ვერ დავდიოდი. არავინ გვიშვებდა იქ პედაგოგებს. სულიერება გვაკლდა. ბედნიერები არიან ახლა ახალგაზრდა მშობლები, მოყავთ პატარები ტაძარში და აზიარებენ.
ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, სიცოცხლესაც, გარდაცვალებასაც. ჩემი გონებიდან არ ამოვა 2009 წლის 6 ივლისი, საღამოს ლოცვა. ამ დღეს ჩვენმა სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ლაზარემ მონაზნად აღკვეცა. დამარქვა საოცარი სახელი, მონოზონი სიდონია. თითქოს სხვა რეალობაში აღმოჩნდი. უნდა სხვა სამყაროში ვიცხოვრო, ძალიან დიდ მორჩილებაში, მოთმინებაში, მიტევებაში, სიყვარულში, ურთიერთგაგებაში და რაც ყველაზე მთავარია, უფლისადმი სასუებით. დედა სიდონია რო გარდაიცვალა, თითქოს რაღაცა შეიცვალა, ჩემში პირადად. რაღაცა უდიდესი სინანულის გრძნობა წამოვიდა გულში, ისე რომ რამდენი დღე გავიდა უკვე და ეს არ ჩერდება და მეტირება ძალიან ხშირად. რაღაცა ისე ვერ ვხედავდი, როგორიც იყო ალბათ. სულ სიყვარულს ითხოვდა, ძალიან ხშირად მეუბნებოდა, ხო გიყვარვა რომ უდიდესი სინანულის გრძნობა მაქვს, ყოველ დღე რო არ ვეფერებოდი. ტაძარში დაასვენეს და ძალიან ცუდი ამინდი იყო. რაღაც ქარი, სიცივე, ყინვა და გოგონა შემოვიდა ერთი ახალგაზრდა გოგონა. და ისე ძალიან ტიროდა, რომ არ ვიცი, ზღაპაღუპით ცრემლები ჩამოსდიოდა. რომ შევხედე ეს გოგო სხვათა დროსაც მინახავს დედა სიდონიასთან ერთად და ვიფიქრე ახლობელი ნათესავია ალბათ მეთქი. მე მოვიდა მამა გაბრიელის ლუსკუმასთან დაიჩოქა და ასეთი რაღაც მითხრა, დედაო, ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყოო. მეუთხარი, თქვენი ახლობელია მეთქი, მე მეგონა ნათესავი იყო. არაო მითხრა. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავიო, როცა გავთხოვდიო და ძალიან მალევე ერთ წელიწადში ქმარი მეუღლე დამეღუპაო. და ბავშვი დამჩა სულ თვეებისო. ძალიან მიჭირდაო თქვა, მიჭირდა სულიერად, მიჭირდა ფიზიკურადო. აქ როდესაც კარებში შემოვედი სამთავროსიო, სამთავროს წმინდა ნინოს ტაძართანო, დავინახე რომ ხალხი იყო შეჯგუფული და მონოზონს უსმენდნენო რაღაცას. მეც მივედი და გავჩერდიო. და ისე საინტერესოდ ყვებოდაო წმინდა ნინოს ისტორიასო და ისეთი სიყვარულით და ისეთი სასოებით ახსენებდაო, რომ რაღაცნაირად ჩემში რაღაცამ გაიღვიძაო და პირველად ალბათ ჩემს სიცოცხლეშიო მივედიო და ტაძართან მუხლებზე დავემხეო და ვთქვიო, რომ ღმერთო, წმინდა ნინო, შენ შემეწიე მე და ჩემ შვილსაც შეეწიო. დაამთავრაო ეს თხრობაო ამ ხალხთან და შემოვიდა იქ პატარა წმინდა ნინოს ტაძარშიო და მე მითხრაო, რომ რა გიჭირსო შენო, რატო ტირი ხარო, რო ვტიროდიო და მე ჩემი ამბავი მოუყევიო. ეს დღე იყო ჩემთვის ალბათ ყველაზე ბედნიერი დღეო, იმიტომ რომ მე ეს ადამიანი გავიცანიო. დედა სიდონია მე ჩემში ყველაფერი შეცვალაო. მოკონდაო ჩემი შვილისთვის ასე პატარა პარკითო კამფეტები და პეჩენიებიო. ხანდახან 2 კამფეტი იყო, შეიძლება 5 იყო, მაგრამ მეუბნეოდაო, რომ ესო მაშინ არიგებენ ხოლმეო ტაძარშიო და ამიტომ მე უნახავ ბავშვსო და ეს ბავშვმა ჭამოსო. აი ასეო მთელი წლების განმავლობაში გაიზარდა ჩემი შვილიო. ეხლა 16 წლის არისო თქვა და ისო დედა სიდონია მისთვის არისო დიდი მონოზონიცო, ბებიაცო და ყველაფერია მისთვისო და მადლობ უფალსო, რომ მე ასე ღმერთთან მემიყვანაო ამ ადამიანმაო. უფალო, მთელი გულით უნდა გეძიოთ. როდესაც ვცდილობთ, რომ ყველაფერი გულით ვაკეთოთ, ეს ჩვენი გულწრფელი ლოცვაა. სიყვარულია ახლობლების მიმართ და უფალი ჩვენთანაა. გახსოვდეს მთავარი, თითოეული დღე შენ ცხოვრებაში უკანასკნელად მიიჩნიე. განერიდე ამაოებას, გახსოვდეს ღმერთი და სინანული მიიტანე მასთან.
დედა სიდონიასი არ იყოს დიდება უფალს მართლა ყველაფრისთვის, ყველა სიტყვის ბოლოს და წინადადების ბოლოს ამბობდა ხოლმე. დიდება უფალსო, დიდება უფალს და მადლობა უფალსო. მეორე ასეთი შემთხვევა იყო, რომ აი ამ გასვენების პერიოდში ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და თქვა, რომ მე რაღაც ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდიო, რაღაც არეული ცხოვრება მქონდაო და მივხვდიო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მაგრამ ვეღარც ამ სიტუაციიდან ვერ გამოვდიოდიო. და ვიფიქრე, აი რა ვქნა, ვის მიმართო და ერთ დღესაც მოვედი ტაძარშიო. და შემხვდა დედა სიდონიაო. რაღაცნაირად მივედი და მოუყევი ყველაფერიო, რაც მჭირდაო, ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდიო. და ისე მომეხმარაო, ისე დამარიგაო, ისე მომეფერაო და ისე შემიტკბოო, რომ მერეო როგორც კი გამიჭირდებოდაო, სულ ურეკავდიო და სულ მქონდა კავშირიო დედა სიდონიასთან და დღესო მე თუ ადამიანი ვარო, მე თუ ის ძველი ცხოვრება დავტოვეო და თუ დღესო შემიძლია რომ ქვეყანასაც, ჩემო ოჯახსაც და ყველას თვალებში ისე შევხედო, რომ აღარ შემწხვესო, ეს ძალიან დიდი დამსახურებაა დედა სიდონიასიო. ამ მონასტრის იღუმენის დედა ქეთევანის დამსახურებაა ის, რომ ის მოხდა აი აქ. მე ამ სამზადისის მომსწრეც ვარ და მქონდა დიალოგები იყო ჩვენ შორის საუბრები, რო დარჩა სამთავროს დედათა მონასტერში, მე ძალიან ბედნიერი ვიყავ, იმიტომ რომ ეს არის უმთავრესი გზა. მე ვამაყობ ამით, რომ მე ამ მონასტრის წევრი ვარ, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები განისვენებენ, სადაც ჩვენი დიდი იღუმენია ასეთ ღვაწლშია და აი ესეთი ცხოვრება გვაქვს. მერე რა მონაზონმა ყველაფერი უნდა დაითმინოს, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი მამა გაბრიელის ანდერძით ეს არის, რომ დავითმინოთ ყველაფერი და გქონდეს სიყვარული, ურთიერთგაგება, გვიყვარდეს მოყვასი და აღვასრულოთ ესე ცნება ჩვენი. რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა დედა სიდონიამ, რისი გაგება გვინდა მისი ჩანაწერებით. აქ დარჩენილებს უპირველესად ნუგეში გვჭირდება. რა ხდება სიკვდილ სიცოცხლის გასაყართან, რა იქნენ, ვინაც გარდაიცვალნენ, რას ვიგრძნობთ, როცა აღარ ვიქნებით. ამ მონაწერი წმინდა ანთიმოზ ივერიელის ეპისტოლედან. სიკვდილი არის ნეტარი ცხოვრების დასაწყისი, გვითხრა ეკლესიასთან. მორწმუნე ქრისტიანი არ კვდება, არამედ მისი აღსასრული არის მიძინება. მიცვალებულს ზეცის კარიბჭე და ჭეშმარიტად ხელთუქმნელი ნათელის ხედვის უნარი ეხსნება. მისი სული ხედავს თავის მშობლებს, შვილებსაც და ნებისმიერს, ვისი დანახვის სურვილიც აქვს. დედა სიდონიას ამ მონაწერები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ქადაგებებიდან. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. არსებობს სულთა კავშირი. ეს განსაკუთრებით ცხადია მშობლებსა და შვილებს შორის. ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოვებს. ყოველი წუთი გვაახლოვებს იმ მიჯნას, როდესაც ჩვენი წუთისოფლიდან მარადისობაში უნდა გადავინაცვლოთ. უნდა მოვასწროთ განწმენდა და იმ საქმის კეთილად აღსრულება, რომელიც ღმერთმა დაგვაკისრა. 2015 წელი 13 ოქტომბერი. ვიყავი თბილისში ექიმთან. იქიდან რომ ბრუნდებოდი მანქანით, დაიწყო კოკისპირული წვიმა. ცხეთამდე სულ წვიმდა. როცა მცხეთაში შემოვედით, გადაიღო და სვეტიცხოველს ცისარტყელა დაადგა თავზე გვირგვინივით. გავწყინებული სვეტიცხოველი ოქროსფრად ანათებდა. გავიფიქრე, ხვალ კვართის და სვეტიცხოვლის ხსენება, კიდევ მრავალი წმინდანის და როგორ მეგებება მე, ცხეთა, დედა სიდონიას, დიდება უფალს. ოციან წლებში უკვე
უკვე ძალიან დიდი სიდუქჭირე დაუდგა მონასტერს, შევიწროვება რა თქმა უნდა საბჭოთა ხელისუფლებიდან, მაგრამ ჩვენი დედები არ ჩაუქრიათ მათ ეს კანდელი ლოცვის მადლი არ შეჩერებულა და ჩვენა გვაქვს უკან გორგასალის უკან დიდი სარდაფი, სადაც ჩუმათა და მალვით ლოცულობდნენ ეს ჩვენი დედები და არასოდეს მიმქრალა ამ მონასტერში ლოცვა და არასოდეს განელებულა ის მადლი, რომელიც მოეფინებოდა საქართველოს. განსაკუთრებით ყვარებია დედა სიდონიას აბიბოს ნეკრესელი. და ერშიც, როდესაც იყო, ნეკრისში მიდიოდა თურმე ამ დღესასწაულის აღსანიშნავად. ერთგან ფილმშიც ამბობს, აი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აბიბოს ნეკრესელზე, იმიტომ რომ ჩვენს მონასტერში არის დაკრძალული და 12 დეკემბერზე. და რას წარმოვიდგენდით, რომ დედა სიდონია თავისი საყვარელი წმინდანის ხსენების დღეს გარდაიცვლებოდა. ისე მოხდა, რომ მე-9 დღე დედა სიდონიას გარდაცვალებიდან დაემთხვა წმინდა მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვას, ხოლო მისი 40 დაემთხვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენებას, რომლის ხსენების დღესაც არის მონაზვნად აღკვეცილი. როგორც ამბობენ, შემთხვევით არაფერი არ ხდებაო და ესეთი სასიხარულო დამთხოვები ჩვენ გვაძლევს იმის განცდას, რომ დედა სიდონია არის უფალთან, იქ სადაც სამართანი განისვენებენ. დიდი ხანია მინდა დავწერო, რაც მაწუხებს და მტკივა. პირველ რიგში ჩემი სამშობლო, საქართველო მტკივა. მისი დაგსაქსულობა გულს მიპოვს. იტაცებენ ნაწილ-ნაწილ, ყიდიან. აბა როგორ უნდა ვიყოთ კარგად. იწირება ქართული ჯიში და გენი, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ინგრევა ქალაქები და ეკლესია მონასტრებიც კი. ეს ჩემი სულიერი ტკივილია. დიდი ტკივილი. განსაკუთრებით უყვარდა ვაჟა-ფშაველა. და როცა შევხვდებოდი, აი ამას მეტყოდა ხოლმე. მოდი აბა ვითამაშოთ დედას ნასწავლი, აი ეს ლექსობანას ვეძახოდით და მე დავიწყე ვაჟა-ფშაველა და იმან დაამთავრა. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადია ცელობა, ხრადვე მამყოფა ისევე დაამარიდე მგელობა. მთელი ცხოვრება აი ამ რწამსით იცხოვრა მან, მინდა გითხრათ. მთელი ცხოვრება. დასულ მეუბნებოდა, ვინმეზე თუ საყვედურს ვეტყოდი, არა არ გინდა, ჩემო დაო, აი ესე მეძახოდა. სახელით არა, ჩემო დაო, არ გინდა. მოდით ვიყოთ ბალახნი, სათიბი, ღმერთმა გვაშოროს ცელობა. ეხლა რომ გადმოვიდა უკვე მონასტერში, სხვანაირი პატივისცემა და მოკრძალება გაგვიჩნდა. ისე შეხუმრებულები ვერ ვიყავით ეხლა როგორც დედასთან და სიდიკოთი კი მიმართავდით ეხლა მოფერებით, მაგრამ მაინც სხვა, ჩვენთვის ეგ ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ ცხოვრებაში შეიქმნა ის დამოკიდებული, რომ ქონდა სხვა დედასთან ურთიერთობა და მე სხვა დედა. ბევრს არ აქვს ეგ ბედნიერება, რა თქმა უნდა. ის განცდა, რომ ერში დედა ყავს და ეკლესიაში დედა ყავს. მაგის საქმე ცოტა რთული იყო ჩვენთვის და ეხლა მივხვდით, რომ დიდი დანაკლისია. დედაოს ვეღარ ვნახულობთ, მაგრამ ვიცი, რომ იქიდან ილოცებს ჩვენთვის. კელია ყოველთვის მოწესრიგებული ქონდა და თვითონაც ყოველთვის აკურატულად ჩაცმა უყვარდა ხოლმე. და გარდაცვალებამდე 2-3 დღით ადრე დედა იღუმენიამ გაუგზავნა ჟილეტი. და როდესაც ჩაიცვა ჟილეტი ძალიან მოეწონა თურმე და ვინც მიუტანა, იმან უთხრა, რომ მე ხაო დედა სიდონია სურათს გადაგიღებთო, რომ მე დედა ქეთევანს ვაჩვენოთო, როგორ კარგად გიხდებაო და უიო დედა ქეთევანს უნდა აჩვენო, მოიცადეო მაშინო კარგათო ისა არაფერი მქონდესო უხერხულათო და ლეჩაკს გავისწორებო, რომ ეს კარგად მქონდესო და რას წარმოვიდგენდით, რომ ეს ბოლო ვიდეო იქნებოდა. მადლობა. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ. ჩვენი ეკლესიის სასაკეთოდ. როგორ უხდებათ, ა? კარგია, კარგი. მიხდება. თქმა უნდა. დიდი მადლობა უაღრესად. ორთის ამბას ამბობდა, სიკვდილსა გლოვა უხდებისო. სიკვდილსა გლოვა უხდების. მაგრამ არის გალაქტიონიც არა,
რომელიც მას ძალიან უყვარდა და სწამდა გალაქტიონის ნეტავამ წასვლას რა ეწოდება. ერთი იცინის, სხვა სტირის, ასეთი არის ქვეყანა. მაგრამ გავიგებთ ერთხელაც, ვინ ახლოს დგავართ ღმერთთანა.